მოგესალმებით, თქვენ ვიყოფებით არხზე კოდების სამყარო. მე ვარ გიორგი და ვიდეოთი ვაგრძელებთ CSS-ის კურსს. ამ აგვიჩერში განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია ფონტების გამოყენება, ფონტზე სხვადასხვა თვისებებს გამოვიყენებთ და შემდეგი ვიდეოდან უკვე ვისწავლით, როგორ შეგვიძლია სასურველი ფონტების ონლაინ დაკავშირება თუ გამოყენება, როგორც უცხოურის, ასევე ქართულების. ახლა უბრალოდ თქვათ რა არის ფონტი პირველ რიგში, ანუ ფონტი არის ტექსტის სტილები, ასე ვთქვათ, სხვადასხვა დიზაინის არის ფონტები, მაგალითად ქართული ფონტი ძალიან ცნობილია აკადნოსხური და ასევე რა თქმა უნდა სხვადასხვა ძალიან ბევრი ფონტი, რომელიც გამოიყენება ასობგერების გარამაზებისთვის, სხვადასხვა სიმბოლოების ლამაზად დაწერისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ ფონტზე არის ასევე ისეთი თვისებები, როგორიცაა ფონტის ზომა, ანუ CSS-ში თუ გვინდა რომ ტექსტის ზომა განსაზღვროთ, ამისთვის ვწერთ font size და მაგალითად იყოს 30 პიქსელი, რის შედეგადაც ჩვენ შევამჩნიეთ, რომ აშკარად გაიზარდა მისი ზომა. ასევე ჩვენ შეგვიძლია მივანიჭოთ font weight-ი, ანუ სისქე. და აქ შეგვიძლია მივუთითოთ როგორც რიცხობრივი ნიშნულობები, ასევე ტექსტური. მაგალითად, ბოლოს თუ მივუთითებთ, იქნება გამუქებული აი ასე. აქ HTML-ში მე ეს TXT კლასი მაქვს div tag-ით, ამიტომ გამუქება დაჭირდება ზოგიერთ შემთხვევაში და გავამუქე, მაგრამ მაგალითად თუ მაქვს აშერთი. აი ეს თუ არის აშერთი, ეს ტეგი, ამ შემთხვევაში გამუქება რა თქმა უნდა არ დაჭირდება, მოდი ვნახოთ. HTML-დან უკვე ვიცით, რომ აშები არის ისე რაც გამუქებულები და ამ შემთხვევაში ჩვენ თუ გსურს რომ გამუქება მოუხსნათ ამ სათაურის დონის ტექსტს, მაშინ დავწერთ ნორმას და როგორც ხედავთ, გამუქება მოიხსნა. მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც გსურთ, თუ გინდათ ასე დატოვეთ, ანუ როგორც დაგჭირდებათ ხოლმე, შეიძლება გამუქება დაგჭირდეთ და შეიძლება პირიქით ნორმალურ ზომაზე დაყენება. აქ ციფრების მიწეროთ, როგორც თქვით, შეგიძლიათ, მაგალითად 700 და ასე შემდეგ, რაც გაამუქებს. ახლა კი მივუთითოთ ფონტის ოჯახი, რაც თავიდანვე აღვნიშნე, ეს არის მაგალითად აკადნოსხური. ფონტის ოჯახის მისათითებლად უნდა დავწეროთ font family. აი ასე და აქ ვირჩევთ სასურველ ფონტის ოჯახს. მაგრამ უნდა გავეთვალისწინოთ, რომ მაგალითად აკადნოსხურის მითითება თუ გვინდა უნდა გადმოვწეროთ, ასევე სხვადასხვა ქართული ფონტების მითითება და ასევე უცხოურის მითითება თუ გვინდა გადმოვწეროთ, ან ონლაინ დავაკავშიროთ და ისე მივუთითოთ, ამას როგორც თქვით, შემდეგ ვიდეოებში ვისწავლით. მაგრამ ახლა აქ გვაქვს აი ეს 5 ფონტი, რომელსაც გადმოწერა არ ჭირდება და ისედაც შეგვიძლია დავაყენოთ ეს ფონტები, მაგალითად sans-serif-ი მივუთითოთ და როგორც ხედავთ, აქ განსხვავებული ფონტი არის. აქ ძალიან განსხვავებული ამ 5-დან არც ერთი არ არის, უბრალოდ შედარებით განსხვავებას იგრძნობთ და მათი დანიშნულება ის არის, რომ სხვა ფონტების დაყენების გარეშე თქვენ როდესაც ამ ფონტებს მივუთითებთ, მოხმარებელთანაც ჩვეულებრივ გამოჩნდება ეს ფონტები იმოქმედებს სხვადასხვა მოწყობილებებზე, რადგან ასე ვთქვათ დეფაულტად, ანუ ნაგულისხმევად არის ეს ფონტები საიტებზე გასანსხვრული, იმისთვის რომ მათი გამოყენება შეძლოთ. კარგით, აქ მაგალითად სხვა მივუთითოთ, მაგალითად მივუთითოთ ასეთი. და ამ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, კიდევ განსხვავებული ფონტი მიეთით. ამ ვიდეოსთვის სულ ეს იყო. თუ რამე კითხვა გვაქვთ და კომენტარით ან მომწერეთ, მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.